დიახ, პროკურატურა ჩვენ უკვე მესამე დღეა მივმართავთ და გვაინტერესებს, როგორი იქნება მათი შემდგომი რეაგირება მთავარი საგამოძიებო უწყებასთან. არსებობს ერთი და კონკრეტული კითხვა, დაუმძიმებენ თუ გადაუკვალიფიცირებენ თუ არა ბრალს მოქალაქეების წამებაში მხილებულ პოლიციელებს. ერთადერთი რაც ვიცით ამ დრომდე არის ის, რომ მათ სამოხელეო დანაშაულს ედავებიან, მაგრამ ამ ქვეყანაში მოქმედი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციების თუ ყველაზე კვალიფიციური იურისტების შეფასებით, კადრები, რომელიც შაბათის ეთერმა უჩვენა მაყურებელს, ასახავს სწორედ მძიმე დანაშაულს, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა. ჯერჯერობით ჩვენ პროკურატურისგან დამატებით განახლებული ინფორმაცია არ მოგვიღია, თუმცა ამ უკანასკნელს ბუნებრივია, რომ მათგან ველოდებით, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ დღეს არაერთი განცხადება გაკეთდება ქართულ ოცნებაში ამ სავარაუდო დანაშაულის შესახებ, რომლის შესახებაც უკვე 3 დღეა ყველა საუბრობს და მათ შორის ცოტა ხნის წინ მედიასთან გამოჩნდა ქართული ოცნების დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი. უკვე 3 დღეა ქართულ ოცნებას აქვს ასეთი პროპაგანდა ერთგვარად შემუშავებული და მესიჯ ბოქსი, რომ თითქოს მათ პოლიციელები დაიჭირეს, დამნაშავე პოლიციელები და ამით საკითხი ამოიწურა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულზე, ვიდრე ამ პოლიციელებს ედავებიან, ავტომატურად ჩნდება ბევრი კითხვა ქართულ ოცნებასთან და შესაბამისად ცოტა ხნის წინ თენგიზ შარმანაშვილმა თქვა, რომ ეს დანაშაული მისი მოსაზრებით სისტემურად ვერ ჩაითვლება, რადგან თუ მას დავუჯერებთ პოლიციელებს დანაშაულზე მწვანე შუქი საერთოდ არ აქვთ ანთებული და უფრო მეტიც. შარმანაშვილმა დღეს თქვა, რომ შეიძლება ასეთი დანაშაული არ მხოლოდ წარსულში მომხდარიყოს, არამედ ამის შემდეგაც მოხდება, მაგრამ თავად ის პრობლემას ვერ ხედავს საკითხში, რომ საქმე გვაქვს წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან. შეიძლება რაღაც დანაშაული მოხდეს, მათ შორის საზარელი დანაშაული, მაგრამ სახელმწიფოს რეაგირება ექნება მხოლოდ მაშინ, თუ ამის ფაქტები იქნება ხელთ. სისტემური დანაშაული რა არის? სისტემური დანაშაული არის, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება იძლევა მესიჯს, თქვა სამართალდამცავი ორგანოებისადმი, რომ ამ მიმართულებით რაც არის რეპრესიები ჩაატარო, მე შენ პოლიტიკურად დაგიწყო. მაშინ, როდესაც კარდ-ბლანში, როდესაც კურთხევა ამის ჩადენისა პოლიტიკური ხელისუფლების მიერ არის, კიდე მოხდება ხვალაც, ზეგაც, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ხომ არ არის. არა, მისმინეთ, რატო ხდება ქურდობა? იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელობის განცდა აქვს ვინმეს? არა, უბრალოდ ადამიანი ხანდახან ჩადის ხოლმე დანაშაულს. ეს ყველა ეს კრიმინოლოგიის საქმეა და საათობით შემიძლია ამაზე ვისაუბროთ. სახელმწიფო ამის მიმართ არ იქნება არასდროს შემრიგებლური და რატომ არის პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული გაცილებით უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე ამას პროკურატურა ამტკიცებს, ამის შესახებ საუბრობს მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეტალურად განმარტავს, რატომ შეიძლება ეს საქმე დაკვალიფიცირდეს როგორც წამებად და არაადამიანურ მოპყრობად. როგორც ის ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ფაქტები განსაკუთრებით დაგროვდა სისტემის შიგნით, მაგრამ ხელისუფლება ლოიალურია ერთის მხრივ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ და ეს შეიძლება სწორედ ითვალოს დანაშაულის სისტემურობადაც, რადგან ერთგვარად, როდესაც მოძალადებმა იციან, რომ ისინი სათანადოდ არ დაისჯებიან, ისინი აკეთებენ იმას, რაც უკვე გააკეთეს. ცალკე განხილვის საგანია ის, რომ შემდეგ უკვე საკუთარი თავის წინააღმდეგვე იქმნიან მტკიცებულებებს, იღებენ ძალადობის სამსახურ კადრებს და ავრცელებენ სხვადასხვა საპოლიციო ჩათებშიც. ცალსახად ეს კადრები შეიცავს სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულის ნიშნებს, როგორიც არის წამება და არაადამიანური მოპყრობა და არანაირად არ შეიძლება მსგავსი შემთხვევები კვალიფიცირდეს როგორც უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც არის უბრალოდ სამოხელეო დანაშაული. ეს არის სწორედ ისეთი ფაქტები, როდესაც საჯარო მოხელეებს, ანუ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ვის ხელში არიან მოქალაქეები, ანუ მათ აქვთ კონტროლი მოქალაქეზე, მის თავისუფლებაზე და ძალადობრივი გზით მისი დაშინების, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური, ესე ვთქვათ, კივილის მიყენების გზით ცდილობენ ან რაიმე ჩვენების მიღებას, წამების შემთხვევაში ადამიანმა უნდა მოიხადოს სასჯელი და არ შეიძლება არაპროპორციულად დაბალი სასჯელი არსებობდეს მის მიმართ და შესაბამისად ამ მუხლის შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული სამართლებრივ სახელმწიფოში ან პრეზიდენტის შეწყალება ან ვადაზე ადრე
გათავისუფლება არაპროპორციულად ნაკლებ დროში, არაპროპორციულ ესე ვთქვათ დროში. ამიტომ სავარაუდოდ იყენებენ ისეთ მუხლებს, რომ აი იმ წუთას ესე ვთქვათ დააცხრონ საზოგადოების გულისწყრომა და ბრაზი და შემდგომ უკვე შესაძლებელი იყოს სხვადასხვა საშუალებებით მათი პატიმრობის შემსუბუქება ან სრულიად გათავისუფლება პატიმრობიდან. ინსტრუქცია ახალი, რომ ვინც უფრო სასტიკად მოიქცევა ეს კადრები გადაიღონ თავად, შემდეგ ერთმანეთთან რაღაცნაირად ამითავი მოიწონონ. ალბათ ამის მიხედვით აწინაურებენ ან აჯილდოებენ იმათ, ვინც ყველაზე უფრო სასტიკია ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს რაღაც ახალი მოვლენაა, საკუთარი დანაშაულებების წაშლის ნაცვლად გადაიღონ ეს მასალა. რაც ქმნის სურათს, რეალურ სურათს ჩვენ რადგენივით უყურებთ, ეხლა როგორ ძალადობენ ადამიანები მოქალაქეებზე სასტიკად, არაადამიანური მოპყრობის შემადგენლობით. წამება პოლიციის განყოფილებაში სასურველი ჩვენების მისაღებად. ამ საკითხის შესახებ მაყურებელმა უკვე ნახა ფაქტები, მტკიცებულებები, კადრები, საზოგადოებას შაბათის ეთერმა ვრცელი რეპორტაჟი უჩვენა მომხდარი დანაშაულის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც გითხარით, პროკურატურა ისევ დუმს და არ ამბობენ, როგორი იქნება ამის შემდეგ მათი რეაგირება და დაუმძიმდება თუ არა ბრალდებულ პოლიციელებს დანაშაულის ბრალი. ამ რეპორტაჟიდან კიდევ ერთი საკმაოდ საგულისხმო დეტალი გახდა ცნობილი. რეპორტაჟის ერთ-ერთი მთავარი გმირი ამბობს, რომ მასალა, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროვეს, არის ნაწილი და არსებობს ასევე სხვა გაცილებით მძიმე დანაშაულის ამსახველი ფაქტები და მტკიცებულებები, რომელიც ასევე ადასტურებს პოლიციის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.